სამი კითხვა მაქვს ბატონო ნოდარ. პირველი შეეხება პენსიებს და მეც მინდა ციფრებში გამოხატულად ვიცოდე, როდესაც ნოემბერში თქვენ შემოიტანთ ახლიდან ბიუჯეტს, ვიცოდეთ ზუსტად ტენდენცია როგორ იქნება, ეს ერთი საკითხი. მეორე საკითხი არის, ჩემთვის პირადად სახელმწიფო დგას ძალიან ბევრ პროფესიაზე, მაგრამ პრინციპულად მნიშვნელოვანი არის ჯარისკაცის, მასწავლებლის და ექიმის სოციალური მდგომარეობა და პაკეტი როგორი იქნება და რამდენად დაფასებული იქნება ამ სამი პროფესიის ადამიანებმა. მაინტერესებს, არის თუ არა გათვალისწინებული, მე არ ვიცი, შეიძლება არ გისმენდით, 2015 წლის ბიუჯეტში ჯარისკაცების ხელფასების ზრდა, როგორი იქნება თქვენ თქვით და ასევე მინდა ციფრებში გამოხატულად ვიცოდე, როგორი იქნება პედაგოგების ხელფასები, ვინაიდან ვფიქრობ, რომ ეს არის ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავიწყოთ ამ პროფესიის ადამიანების დაფასება, ვინაიდან ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო პატივცემს განათლებას და განათლებაზე არის დაფუძნებული ჩემი აზრით სახელმწიფოს მომავალი და კეთილდღეობა და ჩვენ თქვით ასევე ექიმები. ეს მეორე საკითხი და მესამე საკითხი მინდა გკითხოთ. ძალიან მნიშვნელოვანი არის ასევე ის პროექტები, რეგიონალური პროექტები და დიდი მადლობა თუ ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიექცევა, ვინაიდან თქვენ იცით, რომ წყლის ინფრასტრუქტურა განსაკუთრებით და გზების ინფრასტრუქტურა რაიონებში არის სასტიკად მოუწესრიგებელი. მე ასევე ციფრებში გამოხატულად არ ვიცი თუ არის ამის შესაძლებლობა, მინდა ვიცოდე, არსებობს თუ არა პრიორიტეტული რაიონები ამ მიმართულებით, ან თქვათ როგორ მოხდება, მე არ გულისხმობ ამ შემთხვევაში ჩემს რაიონს, არანაირი უბრალოდ ვიცი, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, როდესაც მე მოსახლეობასთან მქონდა შეხვედრა, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხი, გზის ინფრასტრუქტურა და წყლის ინფრასტრუქტურა. მადლობა. მოგესალმებით ბატონო და პირველ რიგში მინდა კმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ მე როგორც გორის რაიონის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატს აი ამ წარმოდგენილ ბიუჯეტში დაახლოებით 5 მილიონი ლარით მეტი არის დასახარჯი მომავალ წელს, ვიდრე მიმდინარე წელს, რომელიც იყო. ანუ ბიუჯეტის პარამეტრები ამ შემთხვევაში 5 მილიონი ლარზე მეტით არის გაზრდილი და ეს ბუნებრივია თვითმმართველობას ამყარებს და თვითმმართველობა კიდე ზოგადად სახელმწიფოს ამყარებს. ამიტომ მადლიერი ვარ აი ამ ციფრებისთვის. ამავე დროს მინდა გითხრათ ერთი გულის წუხილი, რომელიც ერედვის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გადმომცა და მეც პირადად ძალიან ხშირად შეხვედრი ვარ ბატონო და აი ამ ვითარებას მე მინდა მოგახსენოთ, რომ აი ამ ფურცელში, რომელიც არის დარიგებული მუნიციპალიტეტების ციფრები არის მოყვანილი, ქურთის მუნიციპალიტეტი და ერედვის მუნიციპალიტეტი არის, სადაც მაგალითად ქურთის მუნიციპალიტეტში ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი არის დაახლოებით 600,000 ლარით უფრო მეტი, ვიდრე ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. ეხლა ვიაგიხსნით, რა სიწევს ეს. საქმე იმაშია, რომ დევნილები, რომლებსაც ესენი ემსახურებიან, დაახლოებით აი ამ ორივე ხეობიდან, დიდი და პატარა ლიახვის ხეობიდან არიან წარმოდგენილი თანაბრად. და როდესაც უფრო მეტი რესურსი აქვს დაუშვათ ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს, ამ შემთხვევაში ის მეტად ეხმარება კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს და ვიღებთ ესეთ პარადოქსულ სიტუაციებს. მაგალითად, წეროვანის დასახლებაში ცხოვრობენ დიდი ლიახვიდან წარმომადგენლები, დევნილები და ცხოვრობენ პატარა ლიახვიდან. დიდი ლიახვის, ანუ ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობას მეტი რესურსი აქვს, რომ დაეხმაროს აი ამ დევნილს, რომელისთვისაც სულ ერთ კომპაქტურ ჩასახლებაში ცხოვრობენ და ამ დროს მეორე მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს, ანუ პატარა ლიახვის იძულები დევნილ ადამიანს არ აქვს მიიღოს იგივე სერვისი თავისი გამგეობიდან. ამიტომ ჩემი სურვილი და თხოვნა იქნება, რომ ან დავუმატოთ ბიუჯეტი და ან კორექტირება გავაკეთოთ ისე, რომ შემდგომში ამ დევნილებისათვის არ იყოს რაღაცა განსხვავებები და მესამე რაც მინდა გითხრათ, იცით რომ ძალიან დიდი გარღვევა არის ოკუპირებული ტერიტორიიდან და ვიცით თქვენი დამოკიდებულება ზოგადად სპორტის მიმართ და იცით რომ ცხინვალიდან ძალიან ბევრმა ოსმა ახალგაზრდამ განაცხადა სურვილი, გამოხატა რომ საქართველოს პირველობაზე იასპარეზოს, ჩამოყალიბდა საფეხბურთო კლუბი და მინდა რომ საბაზისო დაფინანსებასთან დაკავშირებით სახელმწიფო უზრუნველყოს აი ამ გუნდის ფუნქციონირება ერედვის მუნიციპალიტეტის ფარგლებში და ეხლა ვიცი ამ დღეს ამას ვერ გადავწყვიტავთ, მაგრამ თქვენ მოადგილეებთან თქვენთან ერთად გავიაროთ შემდგომში კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით. კი ბატონო, მე შევეცდები რომ გაგცეთ უღრმესი მადლობა. შევეცდები გაგცეთ პასუხები ყველა ამ კითხვაზე. პენსიების ზრდას რაც შეეხება, რამდენიმე შეკითხვა იყო პენსიებთან დაკავშირებით. მე უბრალოდ ზუსტ ციფრებს ცხადია ეხლა ვერ გეტყვით, ერთი მარტივი მიზეზის გამო ისინი რო ქონოდა წარმოვადგენდით უკვე ბიუჯეტში, ჩვენ ბიუჯეტის წარდგენისას ბიუჯეტშივე ჩავწერეთ და განმარტებით ბარათში, რომ შემდეგ მოსმენებზე უფრო კონკრეტული მონაცემები გვექნება, ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. უკვე მომავალი წლის განმავლობაში პენსია გაიზრდება, ისევე როგორც გაიზრდება 2016 წელს პენსია.
ისევე როგორც გაიზრდება პედაგოგების შრომის ანაზღაურება. განათლების სამინისტროსთან ერთად სერიოზულად მუშაობთ, ქალბატონანი, მათ აქვს თავისი მოდელი, ჩვენ მუშაობთ ამ მოდელზე იმისათვის, რათა ოპტიმალური ვარიანტი მივიღოთ. ცხადია იმ შესაძლებლობის ფარგლებში, რომელიც ჩვენ გვაქვს. რაც შეეხება ჯარისკაცების ხელფასებს, მე უკვე გითხარით, რომ გასულ წელს საკმაოდ სერიოზული იყო ზრდა. თუმცა ეს ცხადია არ გამორიცხავს იმას, რომ მომავალი წლების განმავლობაში ჩვენ ვიფიქროთ უფრო სერიოზულ და სიღრმისეულ რეფორმაზე ამ სფეროში, შრომის ანაზღაურების ამაზე. თავდაცვის სამინისტრო ძალიან კარგად მუშაობს და ჩვენ ძალიან კარგი კომუნიკაცია გვაქვს. ხო, ქალბატონანი, არანაირი პრიორიტეტული რაიონები საქართველოში არ არსებობს, ამას გეუბნებით გარანტირებულად. ხო, არა, ხო არ არსებობსო და არ არსებობს თქო. უბრალოდ არის ინფრასტრუქტურა, რომელიც უფრო მნიშვნელოვანია დაუშვათ პირობითად თუ გზა არის ეს დავამთავროთ ცენტრალური ავტომაგისტრალი, თუმცა ამავე დროს რეგიონული გზებისათვის სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს ჩვენ სოფლიო ბანკთან, აზიის განვითარების ბანკთან დავდეთ ხელშეკრულება, რომელიც სწორედ რეგიონული გზების განვითარებას, შიდა სარაიონო, მუნიციპალური გზების განვითარებას ეხება. წყლის პრობლემა ყველგან ადგას მთელ საქართველოში და ამიტომ აი ესე ნაბიჯ ვდგავთ. გარდა ამისა, მე უნდა გითხრათ, რომ ჩვენ ვიწყებთ ერთ ახალ პროექტს. თქვენ იცით, რომ იმერეთის განვითარების პროექტი მუშაობს მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, კახეთის განვითარების პროექტი და ეხლა იწყება ორ რეგიონში ერთად, ეს არის სამცხე-ჯავახეთსა და მცხეთა-მთიანეთში. ამ მიმართულებით მუშაობა, ასე რომ პრაქტიკულად სრულიად საქართველოს მოვიცავთ. არის ძალიან საინტერესო წინადადებები ყველა რეგიონიდან, რაიონები, მუნიციპალიტეტებიდან, თვითმმართველი ქალაქებიდან, ძალიან საინტერესო ინფრასტრუქტურის შექმნის იდეები და ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში მათთან ერთად გადავწყვიტოთ, რომელია პრიორიტეტული, რომელი პროექტების განხორციელება გავიტანოთ. ბატონო სოსო, სპორტს და ეროთს რაც შეეხება თქვენ ისეთ ჩემი დამოკიდებულება ზოგადად, გავაგრძელოთ მუშაობა, რაც შეეხება ერთნაირი და ერთი დონის და ერთი ზომის მუნიციპალიტეტების დაფინანსებას, შესაძლოა რაღაცა გაუგებრობაა და ასევე მზად ვართ, რომ დამივუბრუნდეთ და განვიხილოთ ეს საკითხი.